ღმერთმა მშვიდობა მიცეს საქართველოს. რამდენიმე წუთის წინ შევთხოვეთ წავაწყდი ჩემს ვიდეოს თუ რა პოზიცია მქონდა უკრაინის ომამდე 15 დღით ადრე, ანუ 22 წლის 9 თებერვალს. საკმაოდ შეურაცხყოფელი კომენტარებით არის სავსე, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, მეგობრებო, იმაზე კი არ ბრაზდები, ასე უაპელაციათ რომ შეურაცხყოფას მაყენებდნენ. ზედმიწევნით ახდა იქ რასაც ვსაუბრობ და ეს ხალხი, რომელიც თავის დროზე, ანუ თითქმის 3 წლის წინ უკრაინის დროშებით დარბოდა და მხარს უჭერდა უკრაინას, თითქოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში და ასე შემდგომ, დღეს იგივე ცდილობენ საქართველოში. არავის არაფერი დასკვნები არ გამოუტანია, მეგობრებო. იგივე ხალხი ლიდერებს გულისხმობ, რა თქმა უნდა. დღეს ცდილობს საქართველოში გადატრიალებას და საქართველოს უკრაინის ბედი რომ კონდეს, ამას ცდილობს, ამას აკეთებს, იმიტომ რომ დასავლეთიდან დაავალეს, ასე და ამაში ფულს აკეთებენ, ფულს ღებულობენ. 10,000-ობით ადამიანი დასავლურ ხელფასებზე ზის საქართველოში. NGO-ები, პარტიები, ტელევიზიები და ასხვები კიდე. ხოლო ის ახალგაზრდები, რომლებსაც მართლა გონიათ, რომ ევროპაში შედიან, მათ რა თქმა უნდა მოკითხო, უბედურება ისაა, რომ უბრალოდ ვერ აზროვნებენ და დარბიან აღმადაღმა. და ხელს უწყობენ სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის გაუბედურებას. მაგრამ აქ პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მაგალითი თვალწინ გვაქვს, საქართველოს ხვალდაზე ახლო მომავალში იგივე საფრთხე მუქრება. ყოველ შემთხვევაში იგივე საფრთხის წინაშე ვდგავართ. პასუხისმგებელი ყველაფერ ამაზე არის ხელისუფლება. 3 წლის წინ ოცნებაც დარბოდა უკრაინის დროშებით. და ეს თაობაც ოცნებამ გაზარდა საკუთარი განათლების სისტემით, რომელიც თაობაც ახლა ქვეყანას დასანგრევად იმეტებს. საკუთარი უგნურებით თუ საკუთარი გამყიდველობით ზოგიერთი მათგანი, ხელმძღვანელები. ჩემო მეგობრებო, ჩემო ქართველებო, მდგომარეობა საკმაოდ ძიმია, მაგრამ ოცნებას აქვს პასუხისმგებლობა და კეთილი ინებეთ ხელისუფლებაო და წესრიგი დაამყარეთ საქართველოში. კეთილი ინებეთ და საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირებამდე საქმე არ მივიდეს. კეთილი ინებეთ ოცნების გამყრავებლებო, კეთილი ინებეთ, რომ საქართველოში დაპირისპირებამდე საქმე არ მივიდეს, ანუ თქვენივე ხელისუფლება არ ჩამოიშალოს. კეთილი ინებეთ და რამე იღონეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველანაირი მორალური თუ რა ვიცი, ყველანაირი ვალდებულებები იქნება, რომ თქვენ აგოთ პასუხი ისტორიის წინაშე და გარწმუნებს სასამართლო საბრალდებოს კამზე დაგაჯენთ ქართველიერი. იმიტომ რომ ამ ვაქხანალიას რაც ხდება ქვეყანაში, თუ კი არ ალაგმავთ და არ განეიტრალებთ, როდესაც მისი უდიდებულესობა ქართველიერი ყველაფერს სახლის დაარქვეს და უეჭველი დაარქვეს, ეგენი ქართველიერის დამარცხებლები არ არიან. ეს უცხოეთის აგენტურა ეგენი. არ არიან ქართველიერის დამარცხებლები და თქვენ ხელისუფლება პირველ რიგში თქვენ დაждდებით საბრალდებოს კამზე. კეთილი ინებეთ და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მიიყვანოთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ღმერთმა დალოცოს
სამშობლოზე შეყვარებული ქართველი ერი.